სამი სიტყვი დაახასიათე ვემპლერი. სწრაფი, მოხერხებული და სანდო. რა ეს ის არის კომპანია? ალბათ 25. რა დრო დაგჭირდათ რომ ბრენდად ჩამოყალიბებულიყავით დღევანდელი სახით? ცირა, გონია რომ კიდე პროცესში ვართ ბრენდის ჩამოყალიბების, მაგრამ აი დღემდე რაც მოვედით, ალბათ 3 წელი რაც ვარსებობთ. რა იყო ყველაზე უცნაური ან მოულოდნელი დავალება, რომელიც ვემპლერზე დაუკვეთავთ? ძალიან ბევრი ეგეთი. და ერთ გამოვარჩევით თუთი ყუშისთვის ლაპარაკის სწავლება, ჩემს საყვარელი დავალება, ეს რაც ყოფილა ისტორიის განმავლობაში, ადამიანს ეცარებოდა რომ ესაუბრა თუთი ყუშისთვის და კონკრეტული სიტყვების ლაპარაკი დაგვავალა თუთი ყუშთან. შესრულდა? კი, ისწავლა. თუ ვემპლერ შეეძლებოდა ხვალ რომელიმე გლობალურ კომპანიასთან პარტნიორობა, რომელ კომპანიას აირჩევდით? TaskRabbit, ამერიკული კომპანია, იგივე სფეროში ოპერირებს, და განსხვავებული მიდგომებით, მაგრამ გიგანტი არის ეს ჩვენ სფეროში და კარგი იქნებოდა მათთან ინტეგრირება. ვემპლერი რომ სპორტული გუნდი იყოს, რომელ სპორტში იქნებოდა და რა იქნებოდა მისი დევიზი? ძალიან რთული კითხვაა. რა გვს ვიტყვი სუბიექტურად, იმიტომ რომ მორაგბე ვიყავი. და დევიზი იქნებოდა ერთად გამარჯვების. რა არის ერთი უნარი ან საქმე, რომლის დელეგირებას ყველაზე მეტად ისურვებდი ყოველდღიურ საქმიანობაში და ცხოვრებაში? ალბათ საოფისე სამუშაო ყველაზე მოსაწყენი რას არის. სად ხედავთ ვემპლერს 5 წლის შემდეგ? ვემპლერს ხედავ 5 წლის შემდეგ, ალბათ პოსტაჭოდა ქვეყანებში, ყველა ქვეყანაში და დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე მოცული იქნება ყველა ბაზარი სრულად. მითხარი ერთი ნებისმიერი რამ, რაც საქართველოს როგორც ბრენდს ყველაზე კარგად წარმოაჩენს. ღვინო. სანდრო, სანამ დღევანდელობაზე გადავიდოდეთ, მე მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ მოვუყვეთ იდეის გაჩენის ამბავი. როგორ გაჩნდა ეს იდეა და რამე კონკრეტულმა მომენტმა გამოწვევამ ხوار დაგაგონათ? კი, რაღაც ისეთ კინოში რო არის, ხო, ის სიუჟეტები როგორ ხდება და ეგეთი რეალური სიუჟეტი არის, მე რაღაც დავალებას ვაკეთებდი უნივერსიტეტის და თემა იყო რომ სტარტაპ იდეა უნდა მოიგონო და ამ მომენტში რომ ვაკეთებდი, რა თქმა უნდა, მოვიტოვე ბოლო დღეს და ამერიკაში დაჩემო და ელიაოეს წადიო, იქ რაღაცა მასალები უნდა მოიტანო, რემოს ვაკეთებ სახში მაშინ და ნუ აი ამას რომ ელაპარაკებო და მაშინ რომ მივხვდი რომ მოკლედ არ გამოვიდო და ვიღაცამ უნდა დავიწყე Google-ში რომ ვინმე ხო არ წავა ეს რაღაც სერვისი რომ არ იყო მე ჩემ ეხლანდელ თანადამფუძნებელს დავურეკე და ვთხოვე რომ გამაგზავნო თქო და იმან ვერაო და მე რაღაც 10 წუთში გადავურეკე და ანუ შენს ხო გიჯის მეთქი ესე ხანდახან მეც აი ეს პრობლემა მაქვს და მოდი რაღაცა გავაკეთოთ სადაც ეს შემნაირი და შენაირი ადამიანები შეხვდებიან ისეთ ადამიანებსაც ვეძებთ. გამოწვევა რა იყო მთავარი ვემპლერის გაშვებისას, რაზეც ყველაზე მეტი იმუშავეთ რეალურად. იცი რა, ეხაც მუშაობთ აი ამაზე, ეს არის ხალხის რაღაცა განათლება აი ამ სფეროში, ანუ რის თქმა მინდა რომ ხალხი არ არის მიჩვეული რომ რაღაც დავალებები შეიძლება გადააბარო სხვას. და უჭირთ ხშირად სწორ მომენტში ვემპლერის გახსენება. ეს არ არის იმიტომ რომ მარკეტინგს ვაკლებთ ან მსგავსი რაღაცა სხვა ამბავი. ეს არის სუფთა იმის გამო რომ ეს ჩვენი კულტურის ნაწილი იყო აქამდე რომ მაგალითად დაალაგება შენ თორ უნდა გააკეთო, ხო, უნდა გაახორციელა. ელიაოაზე სხვა ვერ წავა. და სხვა ესეთი აი თუდი ყურზე რომ ვახსენე ის დავალებაც ხო არ წარმოვიდგინე აქამდე ადამიანს რომ შეიძლება სხვა მოაკეთოს და ეხა უკვე მივედით იქამდე რომ დიდ ნაწილს უკვე მოსახლეობის ჩვენი წყალობით ვემპლერის წყალობით უკვე აქვს ეს თავში რომ შეიძლება რაღაც დავალება რაც გეზარება დროარებს გააკეთოს სხვას დაავალო. როგორ განვითარდა აი საწყისებიდან ვემპლერი, ანუ განვითარების გზა როგორ იყო, ხო? ერთი ჩაშვება, გაშვება, მერე რაღაც ამის გაცნობა, დობაზე მერე ცალკე ვილაპარაკოთ, მაგრამ აი თვითონ ბრენდი როგორ განვითარდა? აი პლატფორმა როგორ განვითარდა ეგ რომ მოგვიყვა? ხო, პლატფორმა გავაკეთეთ, პირველი ეტაპი ეს იყო, რომ თავი მიზანი იყო თავიდან რომ პლატფორმა შევქმნათ რაღაცა, ლოგოს ახალი მოვიფიქრეთ, გავუშვით, ხო? ძალიან გაგვიჭირდა თავი, რომ გაეშვა. ძალიან რთული იყო რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანი ვერ ხვდებოდა როგორც გითხარი, არავინ არ იცოდა რა სფერო იყო საერთოდ და აი აქედან დაიწყო უკვე თავარი ბრენდის გავითარების თავარი და საწყისი და საბოლოო ეტაპი იყო ეს განსაკუთრებულ ღონისძიებები. ანუ გარეთაც ვიყავი სტენდები ქონდა, ლაივებსაც ვწერდით Facebook-ში, რაღაცა აპლიკაციებს ქონდა, რაღაცა აქციები, პარტნიორობები ქონდა სხვა ბანკებთან, რესტორნებთან, ყველა სფეროში სადაც შეიძლება რომ ჩვენ რაღაცა მომხმარებელს შევხვდებით, ყველგან ვაკეთებთ რაღაცა პარტნიორებს, რომ უბრალოდ გაგვეცნო, ანუ არ თავაზობთ ჩვენ რაღაც აქციას ვემპლერში ან რაღაც ფასდაღელებას, უბრალოდ კონცეპტს ვაცნობთ, რომ აი ეს დავალების დელეგირება არის ესეთი სფერო, სადაც შეიძლება რომ შენი რაღაც გრაფიკი გამოითავისუფლო. ხო, მაგრამ ამ დავალებების დელეგირება, ანუ ვემპლერი არ არის ერთ ცალმხრივი პლატფორმა, ანუ მხოლოდ ის არ არის, რომ მე რაღაც ჭირდება და ვიღაც სხვამ შეასრულოს რა, მაგალითად ჩვენმა ოპერატორმა მაიც. ხო.
ამბავი არის ის, რომ მე ჩემს სერვისაც ვათავსებ Wembley-ზე, ხო? ეგ ნაწილი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო თუ მერე მოვიდა? არა, ეგ ნაწილი თავიდან, ეს ორი მხარე თავიდანვე განსაზღვრული იყო, მაგრამ აი შემსრულებლების მხარე გასაგებად მარტივად იყო საქმე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეკონომიკა ჩვენთან ეს არ ყვავის და არ წყვავდა მაშინ. მარტივი იყო უფრო იმ ადამიანის მოძებნა, ვისაც სჭირდებოდა თავადების შემოსავლის წყარო და სტუდენტებზე გავაკეთეთ თავიდან აქცენტი. ანუ ჩემ უნივერსიტეტს ასე მევსწავლობდი, მაშინ პირველ კურსზე ვიყავი, მივედი, გავაგზავნე უნივერსიტეტის კითხვარი ყველა სტუდენტთან და ძალიან ბევრი ათასობით ადამიანი შემოუერთა ამ ინიციატივას და თავის სერვისის გაყიდვა მოისურვა აპლიკაციაში. შესაბამისად, საწყისი მიწოდება ძალიან მალე აუკეთეთ. მერე შესაბამისად არც გაგვირთულა შემდეგაც, იმიტომ რომ ფართო მასშტაბზე ეხლა უკვე 1000-ობით ადამიანია, ვინც ელოდება რომ აი დავალება მიიღოს, იმდანაც ბევრი არის. შესაბამისად, შემსრულებელის ბევრია უკვე პლატფორმაზე. უფრო მეტი ვიდრე მომხმარებელი სამწუხაროდ. კი ბატონო, მაგრამ ეგ პრობლემაც ალბათ აღმოიხურება. პრობლემა რა, პრინციპში სამუშაო გამოწვევა, ეგ პროცესია ყველაფერს, ხო? ხო, შეზღუდულიც არ არის, ხო? ანუ დავალების შესრულება, ანუ მე დავრეგისტრირდი გუშინ და ჩემი სერვისები. ხო, ანუ შეზღუდულიც არ ვარ, ხო? არა, თქვენ შეგიძლიათ, როცა გინდათ, რა ფასადაც გინდათ, თავარია რომ დააკმაყოფილო კლიენტის მოთხოვნა. და გრაფიკი, ფასი, თვითონ სკილი, ეს თქვენზეა დამოკიდებული. შეიძლება დაუშვათ სამომხმარებლო დონეზე, რომ ბევრად იაფი, ასე ვთქვათ, ფინანსური სახით, მაგალითად ელიავაზე წასვლა დამიჯდეს Wembley-ის გამოყენებით. ვიდრე მე წავიდე. კი, იცი რა, თუ გაითვალისწინებ იმ დროს დრო უნდა ვთარგმნოთ. ხო, დრო აუცილებლად უნდა შევიდეს აი ამ ფასში, იმიტომ რომ შენ რეალურად ამით იხდი, ხო, შეიძლება 20 წელს იხდი პირობითად, მაგრამ შემდეგ 2 საათს კარგავ ამაში, ხო? ამ თვალსაზრისით კი, შეიძლება რომ უფრო ეფი იყოს, მით უფრო რომ ჩვენ დავალებებისას ვაზღვევთ, აქ აპლიკაცია, აქ პროცესი არის კიდე რაც ღირებული არის ძალიან, ონლაინ გადახდა. ეს ყველაფერი ერთად რო აიღო ღირს და ნამდვილად იაფია იმაზე, ვიდრე რომ შენ თუ გააკეთო შენ რესურსი. კარგი, ბრენდი რა ღირებულებებს ეფუძნება? ხო, ჩვენ პირველ რიგში როცა ამას ვაკეთებდით და ქონდა ჩვენ ძალიან ბევრჯერ ქონდა ამ საუბარი, რა როგორ უნდა პოზიციონირდეთ როგორც ბრენდი. ჩვენ გვინდოდა სულ და ეხაც ვცდილობთ მაგას რომ ვიყოთ რაღაცა ძალიან მეგობრული, ძალიან შენობით მომხმარებელთან და რაღაცა ყოველდღიური მეგობარი ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ აპლიკაცია არის ძალიან ბევრის მომცველი და ყოველდღურად შეიძლება მოუძებნო გამოყენება. შესაბამისად, აი ამ კუთხით პოზიციონირდებით ეხლა და ვცდილობთ რომ ჩვენ ყველა კომუნიკაცია ფერების დონეზეც ყველაფერი იყოს ხალისიანი, ახალგაზრდული და რაღაცა მეგობრული მომხმარებელთან. კეთილ მეზობლური და მეგობრული. რაღაცნაირად მეზობელია რა, რაღაც დრო არ აქვს. კარგი მეგობარია, რომელიც ეხლა ყავს ყველა რაღაც მეგობარი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ეხერხება თქვა. სანტექნიკას, ელექტრონიკას კარგი ხელები აქვს, აი მსგავსი რაღაცა რო Wembley-ი, როცა ტიპაჟი შევქმნით Wembley-ს, აი იყო რა ახალგაზრდა ადამიანი. ანუ პიროვნებად რო წარმოვიდგინოთ ეგეთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც შეუძლია ბევრი რაღაც კეთება, რომელიც კარგად არის ინსტრუმენტებთან, რომელსაც მოწონს რაღაცა მთა, ცხენები, აი რაღაცა ეგეთი და არეზარება და სულ რაღაცას აკეთებს იმისთვის, რაღაცა ჰობები აქვს ბევრი, სხვა სამუშაო, მაგ არის ფრილანსერი, ესე არ მუშაობს ყოველდღიურ სამსახურში, აი ესეთი ადამიანია Wembley, როგორც ბრენდი. სანდრო, Wembley რატომ დაარქვით სახელს და ისტორიაზე? ეგეც საინტერესო პროცესი იყო, აი უცბად ეს პრეზენტაცია მოგვიწია ის რა და რაღაცა უცბად უნდა მოგვიფიქრე სახელი და აი დავიწყეთ რასა ასოცირდება, ხო, რას ვაკეთებ? Workers და employees. Employees არის მეორე მხარეს, ხო და W არის workers და employee არის employees და employer და R არის os. შეერთეთ ეს ორი სიტყვა დავწერეთ და რაღაცნაირად გვინდოდა ამისი მიქსი გამოვიდა. მაგრამ ჯამში დასამახსოვრებელი გამოვიდა. ხო, რაღაცნაირი ისეთი ზოგადად მე წავიგეთ რომ R-ით ვთავრდება ეს Wembley, ხო, რაღაცა ყოლა ის რაღაცა ეგეთი სახელები არის ძალიან დასამახსოვრებელი და ეს არც გვინდოდა ჩვენ არც გვიფიქრეთ ამ მაგდენი, უბრალოდ აი ამ ორი სიტყვის მიქსი გავაკეთეთ და გამოვიდა რომ რაღაც სამოჯამში ის მარტივად აღსაქმელი ბრენდინგი რამდენად მნიშვნელოვანი, ანუ მე რას გულისხმობ, კლასიკურად ბრენდინგი, ფერები, ლოგო და შემდეგ, ანუ მაგაზე როდის დაიწყეთ ფიქრი? ხო, აი ბაზარმა მიგვანიშნა მაგაზე, რომ რაღაც შეასწველი იყო. ეხლა ძველი Wembley და რაც დარჩა არის მარტო სახელი. თავიდან რაც მუქი ფერებით დავიწყეთ და მივხვდით რომ რაღაცა ასოცირება სხვა რაღაცასაც წავიდა, რაღაცა ვაკანსიების საიტის წავედით ხო და ჩვენ ხო გვინდოდა რომ ახალგაზრდები ყოფილიყო, რაღაც მეგობრები ყოფილიყო და ეს ყველაფერი ასოცირდება ფერებთან. შესაბამისად და აი ამის შემდეგ დავიწყეთ უკვე ლოგოზის მუშაობა ფერებზესთან აუცილებელია რომ აპლიკაცია ტექნოლოგიური პროდუქტი არის, რაღაცა ტექნოლოგიური ლოგოც იყოს, ხო და თან აქ ძალიან ისეთი ზღვარია დასწავი რომ რაღაცა IT კომპანიისგან არ წაგიყვანოს ამ ლოგომ და მოკლედ ბევრი მუშაობთ ამაზე და რაღაც იტერაციები გავაკეთეთ რამოდენიმე. როგორ ახერხებთ დობის ნაწილი ამდენად მნიშვნელოვანია? ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთი
ადამიანები, ვინც მომსახურებას იღებენ და მეორე ადამიანები, ვინც მომსახურებას წევენ. ანუ ამათ შორის ნდობას როგორ უზრუნველყოფთ? ესეც ბრენდის ნაწილი არის, მოდი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შეიძლება ვიღაცის დიდი ხარ არის, მაგრამ სტარტაპის სამი წელი არ არის ცოტა ბაზარზე. შესაბამისად რაღაცა სანდო მომხმარებელი ამ სერვისის ხარისხის კუთხით უკვე ამ მიღწეული ამ ნდობისთვის პირველ რიგში რომ ბევრჯერ გავაკეთეთ კარგად სერვისი ადამიანებთან და შემდეგ ეს ვცელდება. ეს არის პირველი, მეორე არის ჩვენი რატომაც გავაკეთეთ დაზღვასთან პარტნიორობა რომ რაღაცა გადავაწყვეტ ყველანაირი რისკი რაც შეიძლება დადგეს და ამანაც გაზარდა ჩვენი ნდობის ფაქტორი. რაც შეეხება მეორე მხარეს, უშუალოდ სერვის მომწოდებლების მხარეს, იქაც ხო, ანუ ეს დავალებების რაღაცა სიხშირე დავალებების შემოსვლის რაღაც სტაბილური შემოსავალი ის რომ გადახდის სისტემა გამართული არის, რომ შემოწმებული ყველა მომხმარებელი და მეორე მხარეს შემსრულებელი, აი ამან ჩვენ დიდი პროცესი გვაქვს ვერიფიკაციის და ამან განაპირობა რომ რაღაცა სანდოობა უკვე მოვიპოვეთ როგორც მომხმარებლის მხარეს, ისე სერვის პროვაიდერის მხარეს. ხო, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესში და ნუ ამ სანდოობაზე ბევრი ამის დაშენება. ხა ჩვენ ბევრი სერვისი ვაქვს, მანქანის გარეცხვის სერვისი, საღლის დაბაგების უკვე ფიზიკური კონტაქტი ადამიანის პირადად ხო, რაღაც უძრავ ან მოძრავ კონტაქტი შემოუშვა, ან თუ რაღაცა მანქანა შეიძლება იყოს სახლი რაღაცა მომენტით, ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ნდობის ფაქტორი იყოს მაღალ დონეზე. უკუკავშირს როგორ იყენებთ როგორც ბრენდი განვითარების საქმეში და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს უკუკავშირი, რომელიც აქვს მომხმარებელს? ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სტრატეგია მანდ რა, ან ჩვენ ვაშუქებთ და ვაფაბლიკებთ როგორც ცუდ უკავშირს და კარგს და თუ არის ეს კარგი ვამბობთ რომ აი ეს არის ამის დამსახურება, თუ არის ცუდი ვამბობთ რომ მივხვდით რა არის პრობლემა და აი მოდი ერთ თვეში დავგვტესტებთ ყველა აი ამ კონკრეტულ რაღაცა მომენტზე ხო ძალიან ბევრი მახსენდება რომ თვითონ აი რამოდენიმე დავალებებითა კატეგორიებზე იყო აი მანქანის გარეთ იყო პრეტენზია ხანდახან ფაზზე ხანდახან დრონზე რამდენი ხანი უნდა საჭირო რამდენი ხანი გვჭირდებოდა გასარეცხად და ამ ყველაფერს ვაშუქებთ სულ და მომხმარებელს ვეუბნებით რომ ანუ აი ფიდბექი მივიღეთ და მივხვდით იმიტომ რომ როცა ერთი ამბობს ამას, ხო, არის შანსი, დიდი შანსი, რომ ბევრს ხონს ეს პრობლემა. ხო, ერთად სახედავს. ამიტომ ამით რას ვაკეთებთ, რომ ვეუბნებით ჩვენ ყველა მომხმარებელს, რომ აი ჩვენ ეს პრობლემა დავინახეთ და მოდი გვაცარეთ ახლა აი ამ. ხო, დაამალოს აზრი არა. ხო, რა, ანუ გვინდა ვანახოთ, რომ უსმენთ და ვხვდებით რა ეს პრობლემა. ეგ გამოარჩევს მათ შორის ვემპლერის, ანუ განსხვავებულობა რაშია ვემპლერის, ან მაგაშიც არის განსხვავებულობა, რასაც ჩვენ ხედა, რატო უნდა ავირჩიო მე როგორც მომხმარებელმა, ესეც ხო კითხვაა რა. თვითონ კონცეპტუალურად აი ეს დავალებების დელეგირების აპლიკაცია, როგორც ასე. ჩვენ ვართ ერთ დღეს ბაზარზე. არის რაღაცა კონკრეტული აპლიკაციები, რომელიც კონკრეტულ სერვისზე არის ორიენტირებული, მაგრამ ჩვენი მთავარი გამოსხმეველი ვიტყოდი არის პროცესი. დავალების შეგვეთა შეგიძლია ძალიან ბევრნაირად, დარეკვით, მოწერით, voice message-ით, კონკრეტული კატეგორიის არჩევით. ასევე შეგან უნიკალური შესაძლებლობა, რომ ფასი შეაფასო და თუ არ მოგწონს, სხვა ვარიანტი განეხლა გაქვს, ბევრი ვარიანტი. მესამე ის არის, რომ აპლიკაცია სადაც 60-ზე მეტი სერვისი არის. და შეგიძლია რომ თითქმის ყველა სერვისი ერთჯერად რაც კლასიფიცირდება და ადელეგირო ერთი აპლიკაცია. ამის იგივე არის დაზღვევა, რომელიც ბევრს არ აქვს. ამის იგივე არის ფასი უშუალოდ იმიტომ რომ ხა სისულელე იქნებოდა ჩვენ ბაზარზე შემოსულიყავით რაღაცა არეალური ფასებით, ხო? ჩვენ არ ვამბობთ ჩვენ ყველაზე იაფი სერვისი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი დადებითი და ბევრი პლუსი გვაქვს სხვასთან კონკურენტთან განსხვავებით, მაგრამ არც ზვირი, ხო, რაღაცა სტაბილური ფასი გვიჭირავს შესაბამისი სერვისთან და ხარისხი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ უკან ამხარეს ძალიან ბევრი ვერიფიკაციის პროცესს გავდივართ, ჩვენ შემსრულებლებთან ძალიან ბევრი პროცესს ვატარებთ, მათ ძალიან ბევრი ტესტს ვუტარებთ და შესაბამისად ესეც აისახება ამ ყველაფერს. ვემპლერს რა გავლენა აქვს ან ექნება შენი აზრით საქართველოს რომის ბაზარზე და ეკონომიკაზე ჯანში? შე ვიტყოდი რომ უკვე აქვს რა, იმიტომ რომ ვემპლერამდე არ იყო იმის საშუალება რომ ერთჯერადად რაღაც სამუშაო გააკეთებინა ეს და რაღაც ამით შემოსავალი ქონდა. ერთ-ერთი რაღაც აკეთებდნენ ადამიანები, ეს იყო ელიავას ბაზარი და რაღაცა ეგრეთ წოდებული word of mouth. მაგალითად, ხო არ ყავს ვინმე კარგი ხელოსანი, აი ეს იყო მათ ერთ-ერთი საშუალება რომ თავისთავად გაიყიდოთ. ჩვენ ეს ადამიანებს საშუალება მივეცეთ რომ თავისთავად გაყიდონ ოფიციალურად სტრუქტურიზებულად პლატფორმაზე, შემდეგ მიგრონ სტრუქტურიზებულად დავალებები და რაღაცა ჩარჩოში მოაქციონ ეს სერვისი, იმიტომ რომ ხო, როგორც გითხარ, ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებული word of mouth-ზე იყო აქამდე დამოკიდებული და ვემპლერმა ჩვენი სტატისტიკით 10-ჯერ გაზარდა ესეთი ხელოსნის დავალებების შესulis სიხშირე, ვიდრე მაშინ როცა პლატფორმა არ არსებობდა. საერთაშორისო გეგმები როგორი გაქვთ? იცი რა, 25 დასწრებში უკვე უნდა გავსულიყავით ქვეყნის გარეთ, მაგრამ ნუ სიტუაცია ესეთია, რომ ინვესტიციის მოზიდვა ძალიან რთული არის. სადღაც შეუძლებელი. ხო, წარმოუდგენელიც კი. იმიტომ რომ არალოგიკურია, ხო, ხა ინვესტორს ელაპარაკებს, შენ თავიდან იწყებ შენი ბაზის გაყიდვას. და ამბობ, რომ აი საქართველოს არის ბაზარი კარგი საინვესტიციო, ამის და ამის გავდა. ამ შემთხვევაში ძალიან რთულია რომ გაყიდო ბაზარი, იმიტომ რომ როცა ახსენებ, შენ საქართველოს ნახარ და აქაა შენი მთავარი საოპერაციო
პროცესები უკვე აღარ არის მიზიდური. სამეცად ცოტა ხანი დავაპაუზეთ საერთაშორისო გეგმები. ჩვენ ახლა ახალი პროდუქტი გავუშვით B2B ვებლერი. იგივე კონცეფცია აღონ ბიზნესების მხარეს, იმიტომ რომ ბიზნესსაც აქვს ეს პრობლემა სერვისის ჭრილში. ამ პლატფორმას ვავითარებთ ახლა, იმიტომ რომ ბიზნესი შედარებით უფრო სტაბილურია და არის რაღაც კომპანიები, რის გარეშე რომლებიც უბრალოდ ვერ აჩერებენ მუშაობას, იმიტომ რომ ახლა სურსათის მაღაზია თუ არ იქნება, ხო ვეღარ ვიცხოვრობ. და შესაბამისად გვაძლევს საშუალებას აი ეს სფერო რომ გავითარდეთ, მაგრამ აი მომხმარებლის აზრში ცოტა უფრო თუათაა საქმე, იმიტომ რომ ეს სიტუაცია აისახება ჩვენაერ ბიზნესებზე და საერთაშორისო პარტნიორებიც უკვე არ ვიტყოდი რომ საერთოდ ხელია ჩაქმნეული, მაგრამ ეხლა ამ მომენტში დაპაუზებულია ყველანაირი ხო, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალს, რესურს, ინტელექტუალურს და ასე შემდეგ ყველაფერს ხედავენ და ამბიციაც აქვს ახლა და ამით დასტურდება ეს იმით, რომ ძალიან ბევრი ინვესტიცია გვაქვს ჩვენ სტარტაპ, მეც მაქვს უცხოური ინვესტიცია და ძალიან ბევრი ადამიანს უსმოთ და ძალიან ბევრი ჩვენ კოლეგას, რომელსაც უცხოური ინვესტიცია აქვს, მაგრამ ეხლა ამ მომენტში მეც რომ მათი პრიზმიდან ვუყურებ, ძალიან ალოგიკური იქნება ამ ინვესტიციის გაკეთება, ხო? შენც არ გააკეთებთ იმას. არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ბაზარი იმდენად არასტაბილურია, იმდენად არ ვიცით ხვალ რა მოხდება და ზეგ რა მოხდება. ეხლა ხან გონია რომ რაღაცა ფიქში ვართ, მე უცბად აღმოჩნდება რომ კიდე რაღაც პროცესები იძლევა, ამიტომ ძალიან არ არის სწორი ეხლა ინვესტიცია გაკეთება. მაგრამ შესაძლოა ჩვენს არ ვცდილობთ, იმიტომ რომ რესურსის ტყუა ხარჯვა იქნება მათთან კომუნიკაცია, იმიტომ ყველა დაგვაუვარებს, ხო და ამიტომ ვცდილობთ რომ ლოკალურ ბაზარზე რამე თუა ასათვისებელი კიდე ამას მივხედოთ და ავითვისოთ. მოვა განვითარების და გაფართოების დროს საერთაშორისო ბაზრებზე სანდრო წარმატებები, მადლობა ბრენდის ხმაში რომ იყავი სტუმრად და Wempley-ს წარმატებები ბრენდს რომელმაც 3 წლის განმავლობაში საკმაოდ კარგად გააცნო თავი მომხმარებელს და ადამიანებს ვინც ამით დამატებით შემოსავალს შეუძლებს. დიდი მადლობა.